სააგენტოდან გამოსვლის დროს ჩართავთ მარჯვენა ციმციმას. გაიხედავთ მარცხნივ და თუ გასვლა უსაფრთხოა გახვალთ გზაზე. მოძრაობთ 70 კილომეტრის შეზღუდვის ზონაში. აკრიბავთ სიჩქარეს, დაიჭერთ 65-დან 70-მდე შუალედში და თუ დაბრკოლება არაფერია იმოძრავებთ ამ სიჩქარით. ამ გზაზე ყურადღება უნდა მიაქციოთ სარკეებით უკნიდან მომავალ მანქანებს. თუ რომელიმე მანქანა გასწრებას ახორციელებს გაზზე ფეხის აშვებით მისცემთ საშუალებას გაგისწროთ. წინა მანქანასთან უნდა აკონტროლოთ დისტანცია. თქვენ სამოძრაო ზოლში არ უნდა მიხვიდეთ ახლოს გზის კიდესთან და არც გამყოფ ხაზთან ძალიან ახლოს. საჩხერემდე სანამ ქალაქში შეხვალთ შეგვდებათ რამდენიმე პატარა მოსახვევი, რომლებშიც შეხვალთ გაზზე ფეხის აშვებით. არ გამოიყენოთ მკვეთრი მუხრუჭი. ამ დაღმართის შემდეგ იწყება 60 კილომეტრიანი შეზღუდვის ზონა. დაღმართზე დაიწყეთ სიჩქარის ნელა დაგდება. 60 კილომეტრიან ზონაში გააგრძელეთ მოძრაობა 55-დან 60 კილომეტრამდე სიჩქარით. აქ გზა არის დაზიანებული. არ გადახვიდეთ საპირისპირო ზოლში დააგდეთ სიჩქარე და გადაიარეთ დაზიანებულ გზაზე ნელა. მუხრუჭის გამოყენების დროს ყოველთვის აკონტროლეთ სარკეები. ასევე ყურადღება მიაქციეთ გვერდიდან შემომავალ გზებს. ყველგან გაიხედეთ საიდანაც შეიძლება მანქანა შემოდიოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ გზაზე მოძრაობთ, მაინც უნდა გაიხედოთ ყველგან და თუ ვინმე დარღვევით გადაგიჭრით გზას უნდა გაატაროთ. როდესაც კომპიუტერი გეტყვით, რომ 500 მეტრში მოუხვიეთ მარჯვნივ, ამით თქვენ მიხვდებით, რომ მიდიხართ ბაზრის ტერიტორიისკენ. აქედან ხიდამდე მოძრაობთ 50 კილომეტრიანი შეზღუდვის ზონაში. აქ უნდა დაიკავოთ მარჯვენა მხარე, იმოძრაოთ გამყოფ ხაზთან ახლოს. ყურადღებით იყავით ქვეითების გადასასვლელთან. მოძრაობთ უპირატესობით, მაგრამ მაინც აკონტროლეთ ყველა გზა, საიდანაც შეიძლება მანქანა შემოდიოდეს. როდესაც ორზოლიანი გზა ვიწროვდება ერთ ზოლში, სარკეში გაიხედეთ ხომ არ გისწრებთ მანქანა, თუ გისწრებთ გაატარეთ. აქ გაჩერებულ მანქანებთან აკონტროლეთ დისტანცია. თუ თქვენს ზოლში ვერ იცავთ საკმარისად დისტანციას, სარკეების და ციმციმის გამოყენებით გადადით საპირისპირო ზოლში, იმდენით რამდენიდაც გჭირდებათ. ზებრასთან ყურადღებით იყავით, დაუკვირდით ნიშნებს. ზოგიერთ ადგილზე ზებრა დახაზული არაა. კომპიუტერს ყურადღებით უსმინეთ, როდესაც გეტყვით მალე მოხვევას სარკეში გახედვა და ციმციმის ჩართვა არ დააგვიანოთ.
ხიდზე შესვლამდე დააგდეთ სიჩქარე. შედით მარჯვენა მხარეს, ხიდზე მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არის 25. კომპიუტერი გეუბნებათ მარჯვნივ მოხვევას, ჩართეთ მარჯვენა ციმციმა. ხიდის ბოლოს მარცხნიდან შემოსულ მანქანებს აქვთ უპირატესობა. თუ რამე მოძრაობს დათმობის სამკუთხედებთან გაჩერდებით გაატარებთ. აქედან იწყება ბაზრის ტერიტორია. მოძრაობთ მთავარ გზაზე. მაქსიმალური სიჩქარე 40. თუ გზა საშუალებას გაძლევთ ძალიან ნელა არ იმოძრაოთ. აკონტროლეთ ყველა შემომავალი გზა. უპირატესობის მიუხედავად თუ ვინმე გიჭრით გაატარეთ. აკონტროლეთ გვერდითი და წინა დისტანციები. ყურადღებით იყავით ქვეითებთან. განსაკუთრებით ზებრა გადასასვლელებთან. თუ ხედავთ ქვეითი აპირებს ზებრაზე გადმოსვლას უნდა გაუჩეროთ და გაატაროთ. გაითვალისწინეთ რომ ზებრაზე გაჩერება არ უნდა მოგიწიოთ. თუ ზებრა არ არის მაგრამ ქვეითი მაინც გადმოდის უნდა გაატაროთ. თუ კიდეზე დგას და გამოსვლა უნდა ამ შემთხვევაში არ გაუჩეროთ, სიფრთხილის დაცვით გააგრძელეთ მოძრაობა. აქ ყურადღება მიაქციეთ გვერდით დისტანციას დაპარკინგებულ მანქანებთან. გზა დახაზული არაა და უნდა აკონტროლოთ წარმოსახვითი ზოლი, რომ არ გადახვიდეთ საპირისპირო სამოძრაო ზოლში. კომპიუტერი გეუბნებათ მარჯვნივ მოხვევას, სარკეების კონტროლით ჩართავთ მარჯვენა ციმციმას. მოძრაობას აგრძელებთ ისევ 40 კილომეტრიან შეზღუდვის ზონაში. გზა აქაც დახაზული არაა. უნდა იმოძრაოთ წარმოსახვით ხაზთან ახლოს, თუ დაბრკოლებაა ციმციმის და სარკეების გამოყენებით ავარეთ გვერდი. აქ გიწევთ მოტრიალება, შესვლის დროს იყენებთ მარცხენა ციმციმას. აკონტროლებთ წინიდან მომავალ მანქანებს, სარკეში ამოწმებთ უკნიდან ხომ არ იმყოფება მანქანა გასწრებაზე. საჭიროების შემთხვევაში გაჩერდებით, როდესაც დარწმუნდებით რომ უსაფრთხოა შესვლა, შედიხართ მოსატრიალებლად. გამოსვლის დროს იყენებთ მარჯვენა ციმციმას. გამოსვლამდე უნდა გაჩერდეთ, გაიხედოთ მარცხნივ, მარჯვნივ ახლოს ხომ არაფერია. როდესაც დარწმუნდებით რომ გზაზე გასვლა უსაფრთხოა გახვალთ გზაზე. უნდა დაიკავოთ მარჯვენა ზოლი, თუ საპირისპირო მხარეს შეხვალთ ჩაიჭრებით. თუ გზა თავისუფალია იმოძრავეთ 40 კილომეტრთან ახლოს სიჩქარით. არ მიხვიდეთ ახლოს ტროტუართან და არც წარმოსახვითი ზოლი გადაკვეთოთ. შედიხართ მთავარ გზაზე. თუ მანქანა მოძრაობს მარჯვნიდან ან მარცხნიდან უნდა დაუთმოთ. უსმინეთ კომპიუტერს, როდესაც გეტყვით მალე მოხვევას ჩართეთ ციმციმა. მოძრაობთ ისევ ბაზრის ტერიტორიაზე, მაქსიმალური სიჩქარე არის 40. თუ გზა თავისუფალია ძალიან ნელა არ იმოძრაოთ. აკონტროლეთ დისტანციები. ზებრა გადასასვლელები. ქვეითების მოძრაობა და მეორეხარისხოვანი გზები. შედიხართ წრიულზე. წრიულზე შესვლის დროს თუ წრიულიდან მანქანა გამოდის გაქვთ დათმობის ვალდებულება. არ დაგავიწყდეთ გახედვა. გახედვის დროს გამომცდელიც უნდა მიხვდეს, რომ გაიხედეთ. წრიულიდან გამოსვლის დროს გაქვთ უპირატესობა მარჯვნიდან მომავალ მანქანებთან. მაგრამ თუ მანქანა გამოცდენილია თავის დათმობის ნიშნებს და ახლოს არის უნდა გაატაროთ.
ხიდზე შედიხართ მარცხენა მხარეს. თუ მარცხენა მხარეს შესვლა უსაფრთხო არაა და მარჯვენა თავისუფალია, მარჯვნიდანაც შეგიძლიათ შესვლა. ხიდის ბოლოს ხიდზე მარჯვენა მხრიდან მყოფ მანქანებს აქვთ გავლის უპირატესობა. მოძრაობთ პირდაპირ მთავარ გზაზე, მაგრამ აკონტროლეთ ყველა გზა, საიდანაც მანქანა შეიძლება შემოდიოდეს. თქვენი ინიციატივით არ დაუთმოთ. მაგრამ თუ გიჭრით გზას და გავლა უსაფრთხო არაა, უნდა გაატაროთ. ყველა ზებრასთან ყურადღებით იყავით. ამ გზაზე თუ გზა თავისუფალია, იმოძრავეთ 45-დან 50 კილომეტრ სიჩქარემდე. აქ ხშირად ცუდად არის მანქანები გაჩერებული, ძირითადად მარცხენა მხარეს. ამიტომ საპირისპირო მოძრავ მანქანებს უწევთ თქვენს ზოლში გადმოსვლა. იყავით ყურადღებით. აქ კომპიუტერისგან უკვე უნდა იცოდეთ, რომ მარჯვნივ მოხვევა გიწევთ. ამიტომ გეკავოთ გზის მარჯვენა მხარე. აქედან მოძრაობთ 40 კილომეტრიან სიჩქარის ზონაში. თუ გზა თავისუფალია, იმოძრავეთ 40 კილომეტრთან ახლოს. ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ შემოსასვლელს, საიდანაც შეიძლება მანქანა შემოდიოდეს. ყურადღებით იყავით ქვეითებთან, გაჩერებულ მანქანებთან, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სარკეები და ციმციმები. ზებრებთან აქაც ყურადღებით. შედიხართ წრიულზე, უნდა აკონტროლოთ ყველა მიმართულება, საიდანაც წრიულზე მანქანები შემოდიან. აქ კომპიუტერი ამბობს პირდაპირ მოძრაობას, მაგრამ უნდა ჩართოთ მარჯვენა ციმციმა. ბუგაროკის წინ დააგდებთ სიჩქარეს 18 კილომეტრამდე და გადაივლით მუხრუჯის გარეშე. არ დაგავიწყდეთ, როდესაც მუხრუჯს იყენებთ, გაიხედეთ ხოლმე შუა სარკეში. შედიხართ წრიულზე. თუ რამე არის შემოსული წრიულზე და იკვეთება, თქვენთან უნდა დაუთმოთ. მოხვევას ახორციელებთ მარჯვნივ. ეს არის ვიწრო ქუჩა, იშვიათად მოძრაობენ საპირისპირო მხრიდან მანქანები, თუმცა მაინც შესაძლებელია შეგხვდეთ. იმოძრავეთ გზის შუაში, მაგრამ იყავით ყურადღებით, თუ მანქანას შეამჩნევთ. ეცადეთ დაიკავოთ ისეთი ადგილი, რომ მან შეძლოს გვერდის ავლა. აქაც სიჩქარის შეზღუდვა 40 კილომეტრ/საათია. მოხვევას ახორციელებთ მარჯვნივ, მოხვევამდე გაიხედეთ მარცხნივ და დარწმუნდით უსაფრთხოებაში. თუ მანქანა მოძრაობს, გაატარეთ. აქ გიწევთ მარჯვნივ მოხვევა, ამიტომ დაიკავეთ გზის მარჯვენა მხარე. უნდა გაიხედოთ მარცხნივ, როდესაც გზაზე გასვლა უსაფრთხო იქნება. მარჯვენა ციმციმით გახვალთ გზაზე.
აქ კომპიუტერისგან გეცოდინებათ, რომ მარცხნივ მოხვევა გიწევთ. ამიტომ დაიკავეთ გზის მარცხენა მხარე. წრიულზე გიწევთ მოტრიალება. კომპიუტერი გეტყვით წრიულზე იმოძრავეთ მარცხნივ და კიდევ მარცხნივ. მარჯნივ გაიხედავთ და თუ არაფერია მოუხვევთ მარცხნივ. აქაც მარჯნიდან თუ რამე შემოდის, უნდა გაატაროთ. თუ გზა თავისუფალია მოუხვევთ მარცხნივ. როდესაც კომპიუტერი გეტყვით, მალე მოუხვიეთ მარცხნივ, ჩართავთ მარცხენა ციმციმას, გაიხედავთ მარჯნივ, მარჯვნიდან მოძრავ ყველა მანქანას ატარებთ. სარკეებით დარწმუნდებით, რომ უკნიდან გასწრებას არ ახდენს მანქანა და როდესაც მოხვევა უსაფრთხო იქნება მოუხვევთ. მოძრაობთ 40 კილომეტრიან ზონაში, იმოძრავეთ 40 კილომეტრთან ახლოს, ზებრებთან ყურადღებით. არ მიხვიდეთ ტროტუართან ძალიან ახლოს. წრიულზე მოძრავთ პირდაპირ, უნდა გაიხედოთ მარცხნივ. თუ მანქანა გამოდის, უნდა გაატაროთ. როდესაც ვამბობ გახედვას, იგულისხმება, თავი უნდა მიატრიალოთ ისე რომ გამომცდელი მიხვდეს, რომ გაიხედეთ. აქაც და ყველგან სადაც საჭიროა გახედვა. აქ როდესაც გეტყვით მალე მოუხვიე მარჯვნივ, ჩართავთ მარჯვენა ციმციმას. დააგდებთ სიჩქარეს მოხვევამდე. აქ ხშირად შესასვლელშივე დგას დაბრკოლება. შეხვევის დროს ფრთხილად უნდა შეხვიდეთ თქვენს ზოლში. თუ დაბრკოლება დაგვხდებათ, შემდეგ ჩართავთ მარცხენას და აუვლით გვერდს წესების დაცვით. მოძრაობთ 40 კილომეტრთან ახლო სიჩქარით. ყველგან უნდა გაიხედოთ საიდანაც გზა შემოდის, დაბრკოლებებთან ყურადღებით. აქ გეუბნებათ პირდაპირ მოძრაობას, მაგრამ ჩიხს რომ გაცდებით, უნდა ჩართოთ მარჯვენა ციმციმა. გახედვა არ დაგავიწყდეთ ორივე მხარეს. აქ არის ბეტონის ბუგაროკი. დააგდებთ სიჩქარეს, გადაივლით ნელა და შემდეგ ისევ მოუმატებთ სიჩქარეს. ზებრებთან ყურადღებით, ჩიხებისკენაც გაიხედეთ ხოლმე.
ისევ ნელა გადახვალთ ბუგაროკზე. აქ გზაზე გასვლამდე რთავთ მარცხენა ციმციმას, იხედებით მარცხნივ, ხიდიდან მომავალ მანქანებს ატარებთ. როდესაც გზა თავისუფალი იქნება გახვალთ გზაზე. აქაც აუცილებლად გაიხედეთ მარჯვნივ, თქვენი უპირატესობაა, მაგრამ ყურადღება აუცილებელია. აქ ყურადღება მიაქციეთ ქვეითების გადასასვლელებს. თავისუფალ გზაზე იმოძრავეთ 50 კილომეტრამდე სიჩქარით. თუ საპირისპირო ზოლიდან, თქვენს ზოლში გადმოდის მანქანა ზოგიერთ ადგილზე გიწევთ ჭის თავზე გადავლა. გადადით შესაბამისი შენელებული სიჩქარით. აქედან შედიხართ ორ ზოლიან გზაზე, უნდა შეხვიდეთ მარჯვენა მხარეს, ამიტომ დაიკავეთ აქედანვე მარჯვენა მხარე. შედიხართ უპირატესობით, მაგრამ მაინც გაიხედეთ ორივე მხარეს. სიჩქარე არ გადააჭარბოთ 50-ს, ზებრასთან ყურადღებით იყავით, გაზზე აუშვით ფეხი და ისე გაიარეთ. აქ როდესაც ორ ზოლიანი გზიდან შედიხართ ერთ ზოლში თუ მკვეთრი მანევრი გჭირდებათ ჩართეთ მარცხენა ციმციმა. გაიხედეთ სარკეში და მხარზე, თუ მანქანა მოძრაობს უნდა გაატაროთ. მოძრაობთ 50 კილომეტრიან შეზღუდვის ზონაში. თუ წინ დაბრკოლება არ გაქვთ იმოძრავეთ 45-დან 50-მდე სიჩქარით. აქედან სააგენტომდე გიწევთ სიჩქარეების კონტროლი. არ მიხვიდეთ გზის კიდესთან ძალიან ახლოს და არც ზოლების გამყოფ ხაზთან, იმოძრავეთ თქვენი ზოლის შუაში. აკონტროლეთ სარკეები და თუ მანქანა გისწრებთ გაზზე ფეხის აშვებით მიეცით საშუალება გაგისწროთ. ყურადღება მიაქციეთ ყველა გზას საიდანაც შეიძლება მანქანა შემოდიოდეს. შედიხართ 60 კილომეტრიანი შეზღუდვის ზონაში. მოუმატეთ სიჩქარეს და იმოძრავეთ 55-დან 60 კილომეტრ/საათამდე. თუ სიჩქარე გადაგიცდებათ, მალევე უნდა შეძლოთ დაგდება. ყურადღებით იყავით. შედიხართ 70 კილომეტრიანი შეზღუდვის ზონაში. აქედან სააგენტომდე სიჩქარე აღარ იცვლება. თუ გზაზე დაბრკოლება არ გექნებათ იმოძრავეთ 65-დან 70 კილომეტრამდე ზონაში. 70-ს არ გადააცილოთ და არც 60-ს ჩამოცდეთ თუ დაბრკოლება არაა. აქ მკვეთრი მოსახვევები არ გვხვდებათ. პატარა მოსახვევები შეიძლება განიხილოთ მცირე დაბრკოლებად, მკვეთრად სიჩქარე არ დააგდოთ. თუ მუხრუჯის გამოყენება მოგიწევთ გაიხედეთ შუა სარკეში. მკვეთრი დამუხრუჯება ან მკვეთრი აჩქარება არ შეიძლება. გაითვალისწინეთ ვიდეო არ გახლავთ გამოცდის დეტალური ანალიზი. ეცნობით გზას და იღებთ თეორიულ რჩევებს. ნებისმიერი ტექნიკური დეტალი რისი გაკეთებაც აქ გიწევთ. უნდა გქონდეთ დამუშავებული ინსტრუქტორთან. ასევე მარშრუტის უფრო დეტალური ანალიზისთვის. უნდა გაიაროთ ეს გზა ინსტრუქტორთან ერთად, სადაც მეტ თეორიულ დეტალსაც გაიგებთ და პრაქტიკულ რჩევებსაც მიიღებთ. როდესაც კომპიუტერი გეტყვით მალე მოუხვიეთ მარცხნივ. ჩართავთ მარცხენა ციმციმას, სარკეებით გააკონტროლებთ უკანა გზას. ნელ-ნელა დააგდებთ სიჩქარეს ამ დროს შუა სარკეში გაიხედეთ.
შეხვევამდე დარწმუნდით გვერდითი სარკიდან, რომ არაფერი გისწრებთ. თუ წინიდან მანქანა მოძრაობს, დაელოდებით როდის გაივლის. დაიკავებთ გამყოფ ზოლთან ახლო მხარეს და როდესაც მოხვევა უსაფრთხო იქნება, შეხვალთ სააგენტოს ეზოში. მოხვევის დროს ზებრას არ უნდა შეეხოთ.